Სამი ტიპის ტრანსების ადიაგნოსტიკო თერაპიული რესურსული სამივეს ვიყენებთ, გააჩნია რას ვაკეთებთ. ფერი ჩვენი არის, ჩვენი თავი და ჩვენი შიშები. ჩვენშია ეს ყველაფერი ჩვენში ხდება და რაც უფრო მალე გავიცნობთ ამ ჩვენ ჭრდილს, მით უფრო ბედნიერები არ ვიქნება. ბოლომდე უნდა ამოწურო საკუთარი თავი, მაგრად დაიღალო ამ შემდგომარეობით, რომ რეალურად გადაწყვიტო გადადგა ნაბიჯია. ხალხმა არც იცოდა, ხალხს ეგონა რომ მოდის ეს ცუდი ფიქრები წამლეკა, მე არაფერი არ შემიძლია და თურმე უამრავი მეთოდია მასთან გამკლავების. რაც გავაცნობიერე და რა როგორ შემცვალა იმ ერთმა სპექტაკლმა, შეიძლება 3 თვე მეარა ფსიქოთერაპიაზე და ეს შედეგი ვერ მიმეყო და მართლა ესეა სხვათა შორის ისეთ სარგებელს იღებენ აქედან ბავშვები, მართლა ტკბილი სიტყვა გამოგვივიდა. მოსმენილი მაქვს და აი 100%-იანი რეკომენდაცია, იმიტომ რომ მშობლებსაც ისე მოწონთ ხოლმე, ბავშვებს არ თვენ თვითონ აფერადებენ ხოლმე, ისე მოწონთ მე თავისთვის ცალკე. მოგესალმებით მეგობრებო, ეს სტუმრად ვიმყოფებით ქალბატონ ნინო კანდელაკთან, ფსიქოთერაპევტთან, არტ-თერაპევტთან, ერიქსონის ტრანსის სპეციალისტთან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. ვიმყოფებით ასეთ ლამაზ კაბინეტში, თვალს ვერ ვწყვეტ, ყველა დეტალს სათითაოდ ვათვალიერებ, აი ძალიან სასიამოვნო აურატრიალებს და სასიამოვნოა რომ და მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და ჩვენთან ერთად ხართ. დღეს რამდენიმე თემაზე გვინდა საუბარი. რაღაცეები გვაინტერესებს მე და ჩემს მაყურებელს. ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, იმიტომ რომ საინტერესო სიახლე გელოდებათ ბოლოში, განსაკუთრებით ფსიქოლოგიის და არტ-თერაპიის მოყვარულებს. და რომ მოგვიყვეთ არტ-თერაპიის შესახებ როგორც სპეციალისტმა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან ოფისში სტუმრად და ეს ყველაფერი შედგა. მე უკვე 23 წელია ვარ პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი, სხვადასხვა მიმართულების სხვადასხვა სკოლის ოსტატი, მაგრამ ჩემი მაინც ყველაზე საყვარელი მიმართულებები ეს არის არტ-თერაპია და ერიქსონის ჰიპნოზი, ანუ ტრანსული თერაპია, ანუ ახალ ჰიპნოზსაც ეძახიან. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, ჯერ არტ-თერაპიით დავიწყოთ. არტ-თერაპია ჩემთან აი მართლა ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ მე თვითონ ისეთი შემოქმედი ადამიანი ვარ, თავისუფალ დროს ვხატავ, ლექსსაც ვწერ, რა ვიცი რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, ესეთ რაც შემოქმედებითი კუთხით და თან არტ-თერაპია პირველად როცა გავეცანი მე ამ მეთოდს, მივხვდი რომ ეს ძალიან ეკოლოგიური მეთოდი იყო ადამიანთან სამუშაოდ, იმიტომ რომ ბუნებრივია ფსიქოთერაპიის პროცესში უჩნდება ადამიანს წინააღმდეგობა, შფოთვა, რაღაცა ესეთი შინაგანად ჩნდება ეს წინააღმდეგობა ამ პროცესში, იმიტომ რომ ცვლილებები რო იწყება, ესე იოლი არ არის ფსიქიკისთვის ეს ცვლილებები და არტ-თერაპია მართლა გენიალური, მართლა უნიკალური მეთოდია ამისთვის, რომ ძალიან ეკოლოგიური გზით გვერდი აუვაროთ ჩვენ ამ წინააღმდეგობას და ფაქტიურად გადავიტანოთ აქცენტი ნახატზე და ადამიანი საუბრობს ნახატზე, იმ სიმბოლოზე, რაც გამოიყენა, იმ ფერებზე და სიამდვილეში თავის თავზე საუბრობს და გაცილებით უფრო უადვილდება ამ ფორმით დაამუშავოს ის თემა. და თან ეს არტ-თერაპია არანაირად არ მოითხოვს არც ხატვის ცოდნას, არც რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას. პირიქით არტ-თერაპიაში მითითებულია, რომ მხატვრებთან აი ეს ხატვით ტექნიკებს ნუ გამოიყენებთო, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მხატვარია და ეს ნასწავლი აქვს, აი ძალაუნებურად ხატვის პროცესში ერთვება ის შაბლონები, რაც ისწავლა. იქ თქვა სამხატვრო აკადემიაში თუ კიდე სხვაგან და აი რახანი შაბლონები ირთვება, ამ დროს ქვეცნობიერიდან უფრო ნაკლებად მოდის ის ინფორმაცია, რაც უნდა წამოვიდეს, ის თითქოს იბლოკება ეს ინფორმაცია. ამიტომ და ეს ნახატი არის პირდაპირი კონტაქტი ქვეცნობიერთან და ვიღებთ იქიდან ინფორმაციას და ამიტომ სრულიად ხატვის ცოდნაც არ არის საჭირო და რომ ვეუბნები რომ პირიქით მხატვრებთან ნაკლებად ვიყენებთ ამ ხატვით მეთოდებს, ან უხარიათ ხოლმე და სიამოვნებით მე ადამიანი ხატვას რო იწყებს, იღვიძებს ეს შინაგანი ბავშვი, ხარობს ჩვენი შინაგანი ბავშვი, იმიტომ რომ ბავშვობაში ყველა ადამიანი ხატავდა, შეიძლება მე აღარ ვხატავთ, მაგრამ ბავშვობაში ხო ყველა სიხარულით ხატავს და თან ხატავს ძალიან ლაღად ბავშვი, აი ბავშვს რო უთხრა რომ მაგალითად დახატე გემის ზღვაში, იმას არც გაუჩნდება თავში ესეთი კითხვა რომ მე რო გემის ხატო არ ვიცი, ესეთი კითხვა უბრალოდ არც გაუჩნდება. იმიტომ ის ბუნებრივია, ის არის შემოქმედი, ყველა ადამიანი შემოქმედია, ხო? ყველა ადამიანი და უბრალოდ ჩვენ თავში უნდა დავეკონტაქტოთ ამას და
ამიტომ აი ეს თვითონ მეთოდი იმდენად ყველასთვის მე ხდება ძალიან მიმზიდველი, ძალიან მომხიბვლელი და თავის შინაგან ბავშვს ეკონტაქტებიან, რომ პირიქით მე რომ მოდიან ხოლმე შემდეგ სესიებზე, თვითონ თხოვენ ხოლმე რომ კიდე დამახატიე რამე და აი უკვე ძალიან მოწონთ ეს ყველაფერი. ანუ აი თან არ არსებობს ამ მეთოდმა რომ რაღაცა დაგაზიანოს, რაღაცა ისეთი შედეგი გამოიწვიოს, ყოველთვის არის აი ყოველთვის ძალიან ეკოლოგიური, ძალიან ეფექტური და თან ამ დროს იღვიძებს ადამიანის შემოქმედებითი უნარებით და ის ეკონტაქტება თავისი რესურსები და თავისი პიროვნების შემოქმედებით ნაწილს, რომელიც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ჩვენ პიროვნებაში, ხო? ღმერთის მსგავსად ჩვენ ყველა ადამიანი შემოქმედია და ნუ მოკლედ რაღაც საოცარი მეთოდია და ძალიან მიყვარს. არტ-თერაპიაზე ხაზი უნდა გავუსვა, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესია. გამოვცადე უკვე თერაპია ჯერჯერ. რამდენიმე ანუ სხვა რაკურსით შეგიძლია საკუთარი თავის აღმოჩენა. აღმოაჩენ რომ თურმე ბევრი რესურსი გაქვს. ახალ რაღაცებს გებულობ საკუთარ თავზე და სხვათა შორის ახალი იდეების დაბადება ძალიან უწყობს ხელს. აი მაგალითად მანდელაზე მუშაობდი. რაღაცა პატარა ახალ მეთოდს მივაგენი და ჩემთვის პატარა იმდენად დიდი იყო და იმდენად სასიხლას ხო ძალიან საინტერესო მეთოდი და მე გირჩიე კიდევაც რომ თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო. ამ მეთოდებს ჩემს პრაქტიკაში აუცილებლად დაუნერგავ, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ინფორმაციას ხსნის შენსას, რომელიც სამყაროდან მოგეწოდება მუდმივად და აი გამტარი ხარ თითქოს ამ ინფორმაციის კი აღარ იგუბავდათ კეპნის შიგნით. უკვე გამოგაგდა ძალიან კარგი მეთოდია. ყველაზე მეტი ხელი შეშლილი რასაც დავაკვირდი, არის ზუსტად ეგ რომ იმის მიუხედავად რომ ეუბნები ხატვის ცოდნა არ არის აუცილებელი, დიდი კომპლექსები აკითხებთ რომ დაიწყონ. კი, ეს ჩვენ ხო გვაქვს სოციუმიდან ყველაფერს მიღებული ჩაყლაპული ეს იდეები, ისე რომ ვერც ვაცნობიერებ. და ნუ გინახავთ ალბათ ძალიან ბევრი ულამაზესი მანდალები, ეს იუნგმა შემოიტანა ფსიქოთერაპიაში ეს მეთოდი მანდალა თერაპია და იუნგმა იმოგზაურა ტიბეტში და იქ ნახა რომ იქ ტიბეტელი ბერები მუშაობდნენ ესე როგორ ნახეთ, იჯდნენ მიწაზე და ფერადი ქვიშებით აკეთებდნენ ესე დიდ წრეში რაღაც საოცარ ორნამენტებს და ეს იყო სიმბოლო სამყაროსის, სამყაროს წესრიგის და აი რო ჩაწეროთ YouTube-ზე ტიბეტელი ბერები და მანდალა გახსნის ამ ვიდეოებს ძალიან დიდხანს, იმიტომ რომ ისეთი და იმხელა და ისეთი კი დეტალებია და ისეთი დეტალებს აკეთებენ, არის ეს ვიდეოები საოცარია და ბოლოს აი სულ გამზადდება ბოლომდე შლიან ამას და ეს არის სიმბოლო რომ სამყაროში ხან ქაოსია და ხან კოსმოსია. ხან ქაოსია, მერე ის გადადის წესრიგში კოსმოსში, მერე ისევ ქაოსი და სულ მეორდება ეს რიტმი. და ეს მერე აღმოჩნდა რომ მოგეხსენებათ რომ იუნგი იკვლევდა არქეტიპებს, თურმე წრე ყოფილა არქეტიპული რას ნიშნავს, რაც საერთოა ყველა ადამიანისთვის. ეს იუნგმა შემოიტანა ტერმინი კოლექტიური არაცნობიერის და აი ამ კოლექტიურ არაცნობიერში ყველა ადამიანთან ერთნაირად არის იმ არქეტიპის მნიშვნელობა და თურმე წრე აი ამ ფორმის მნიშვნელობა არქეტიპული არის ასეთი, რომ წრე არის სიმბოლო პიროვნების გამთლიანების, მოქნილების, უსაფრთხოების, დაცულობის, მარადისობასთან კონტაქტის, არის ასევე თვითობის, აი გაკონტაქტებს თვითობასთან, შენ ნამდვილ მესთან. ამ ბევრი სიმბოლოა მოკლედ ეს წრე, ძალიან ბევრი ესეც მნიშვნელოვანია, რომ მარადისობასთან კონტაქტის და აი ესეთი მარტივი მეთოდით, რომ შენ ზიხარ და ანდალა ჩაწეროთ, ამოაპრინტეროთ უკვე ესეთი ორნამენტები შავად ჩახატული, აიღოთ ფლომასტერით არა, აი ფლომასტერი არ ითვლება თერაპიულ მასალად, ან მითი ფერადი ფანქრებით, ან პასტელებით და ეს ორნამენტები გააფერადოთ და შეავსოთ ეს წრე. აი თქვენ ნახავთ, როცა დაიწყებთ ამ მანდალების გაფერადებას, არის საბავშვო მანდალებიც, მე ბავშვებსაც ურჩევ ხოლმე, ძალიან მშობლებს ვეუბნები, რომ ბავშვებს ეს ამოუპრინტერეთ და ისე მოწონთ მე ეს ბავშვებსაც, საოცარი სიმშვიდე შემოდის. ძალიან კაი მეთოდია და მე ზოგჯერ მშობლებსაც ისე მოწონთ ხოლმე, ბავშვებს არ თქონენ თვითონ აფერადებენ ხოლმე, ისე მოწონთ მე თავისთვის ცალკე აპრინტერებ. მართლა გძნობ რომ თლიანდები, კონტაქტები, მარადისობას თითქოს ესეთი მარტივი მეთოდია, მაგრამ არის საოცრად ღრმა მეთოდი და მანდალა თერაპია ერთ-ერთი ღირებული რამ არის, რაც მან ასე პირდაპირ გვაჩუქა. იმდენად არის მანდალა თერაპია განვითარებული, რომ ცალკე არიან სპეციალისტები, რომლებიც მარტო მანდალით მუშაობენ. წიგნებიც არის ამაზე დაწერილი, რომ აი მანდალით რა მეთოდებით შეიძლება იმუშაო და იქ სხვა არქეტიპული სიმბოლოები შემოდის ამ მანდალაში. ჩვენ მაყურებელს შეუძლია ეს დღეს ხვალ თვითონაც გამოსცადოს თავის თავს. როგორც ვიცი, ზომასაც მნიშვნელობა აქვს. კი, აუცილებლად მანდალა რო იყოს თერაპიული, დაახლოებით უნდა იყოს ადამიანის თავის ხელა. პატარა არ უნდა იყოს, ხო ეს კარგია რო თქვი ხა შენ. აი იდეალური ვარიანტი არის 100 ფურცელს, ეს გეური თაბახის ხელა ეს არის 100 და იმაზე რაც ეტევა, აი ეს არის იდეალური ზომა.
ამ პრინტერების garaშე თავისით მოუნდათ რომ აი რაღაცა კი. რა არის ის აუცილებელი რაც უნდა გაითვალისწინონ კი, აი მან კარგი ახლა ეს რო გაგახსენდა შენ რომ მარტო გაფერადება არ არის და იქ უამრავი მეთოდია. იღებთ თავისუფალ ცარიელ ფურცელს, ან A3 ფორმატს, ან A4 ფორმატს, დებთ თეფშს და შემოხაზავთ უბრალოდ ფარგლით არ კეთდება, იმიტომ რომ ფარგალი შუაში ხრიტავს წრეს და ის შუა აი ჩვენი ნამდვილი მეს ადგილია და ის არ უნდა გაიხრიტოს. ამიტომ პირდაპირ მითითებულია რომ თეფში დადეთ შემოხაზეთ ფანქრით, უკვე გაქვთ წრე და იმ წრეში მე თქვენ რასაც გინდათ ხატავთ. იქ ბევრი მეთოდები არის, რომ ხატვას იწყებ ცენტრიდან და ისე ავსებ მანდალას, არის რომ უბრალოდ თავისუფალ ნახატ შერაც გინდა, არის რომ რაღაც აბსტრაქტულს მარტო ფერებს იყენებ, არის რომ მაგალითად 4-ხად ყოფ აი ამ წრეს და ხატავ გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა ზამთარი თითოეული მონაკვეთში. არის რომ იმ მონაკვეთებში ხატავ, თქვათ, ბავშვობა, სიყმაწვილე, მოწიფულობა, სიბერი, ესეც გენიალური მეთოდია, მე ხშირად ვიყენებ. თქვენს, როგორც გასაფერადებელი ვარიანტი, ასევე ესე წრე შემოხაზეთ და მე უკვე თქვენ რაც მოგინდებათ იმას ჩახატავთ, თქვენ რასაც იგულისხმებთ, აი შეგიძლიათ იგულისხმოთ დახატოთ ჯამთელობის მანდალა, ან თქვენი წარმატების მანდალა და ის მოგცემთ მე ძალას იმ რესურსი წარმატებისთვის, ცვლილებებისთვის, წინსვლისთვის და მოკლედ ძალიან კარგი მეთოდია და კარგია ხო რომ ამ თემას ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად რაღაცა მიიღო მაყურებელმა. ჩანს ის ეტაპი ცხოვრების, ხო რა ეტაპზეც ახლა იმყოფება. შეიძლება სხვა ეტაპზე მე სხვა იმაზე გადავიდეს, ხო იცვლება, ჩვენ ხო სულ იცვლები და ეს ეტაპებიც იცვლება. თუ შიგნით არის, ესე იგი უფრო იმ ეტაპზეა თავისი ცხოვრების, სადაც უფრო უნდა რომ თავის თავს დაეკონტაქტოს, ჩაღრმავდეს, თვითშემეცნებით დაკავდეს, გააზრებით, ხო? ყველაფერი ჩანს ნახატში. დრამათერაპია ცალკე მდგომი არის თუ თერაპია? მოდი ვთქვათ ესეც, იმიტომ რომ ხალხი არ იცნობს ამ დრამათერაპიას და მე დიდი ხანია ვცდილობ რომ ამ მეთოდს პოპულარიზაცია გავუკეთო და ბევრგან ვატარებ. ანუ ნახეთ ახლა რაშია საქმე. თვითონ არტ თერაპია ხალხს რატომღაც გონია მარტო ხატვით. ხატვა ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, არტ თერაპია იყენებს ხელოვნების ყველა დარგს თერაპიის მიზნით. ყველა დარგს ეს არის ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა, ცეკვა, აი ცეკვით თერაპიაც შემოვიდა უკვე საქართველოში არ იყო და გვაქვს უკვე და ძალიან მიხარია. კი, ნამდვილად სალმები. კი, ასევე მუსიკით თერაპიის უკვე ცენტრი გაიხსნა და დავესწარი მე გაგვაცნეს რაც ხდება საოცარი ცენტრია. უკვე ნელ-ნელა ეს გერმანიაში ცხოვრობდა ეს ქალი და უკვე გადმოვიდა საქართველოში და გააკეთა ეს ცენტრი და ნუ გადასარევი რაღაცები ხდება უკვე მუსიკით თერაპიაც არის უკვე საქართველოში, ცეკვით თერაპიაც არის, ბიბლიოთერაპიაც არის, აი გურამ მეგრელიშვილიც ცდილობს რომ ეს ბიბლიოთერაპიაც განავისპიროს. აი წიგნის გამოყენება თერაპიის მიზნით. ბიბლია წიგნების ნაკრებს ნიშნავს. წიგს როგორ ვიყენებთ, ხო? ან ვაწერინებთ, ან უკვე გამზადებულ ნაწარმოებს, ან ნაწყვეტს უკითხავთ, ან მთლიანად და ასევე არის თეატრს ვიყენებთ ჩვენ თერაპიის მიზნით. კინოსაც ვიყენებთ, კინოთერაპიაც ძალიან უკვე იწყება და მე ვთვლი რომ უკვე ძალიან კარგ დონეზე ვითარდება საქართველოში და აი ეს დრამათერაპია ჯერ ნაკლებად არის განვითარებული, მე წლებია ვცდილობ ამას რომ გავაცნო საზოგადოებას ეს მეთოდი. ეს არის თეატრის გამოყენება თერაპიის მიზნით. ოღონდ ეს ყოველთვის ჯგუფში ტარდება ინდივიდუალურად, ვერ ჩაატარებ უბრალოდ, ჯგუფი ჭირდება, სპონტანურად დგამენ რეჟისორის გარეშე, სპონტანურად ძირითადად ზღაპარი იდგმება. ზღაპარს დგამენ სპექტაკლად უცბად ყოველგვარი იმის გარეშე, რაღაცა სპონტანურად. მე მაქვს წლების მანძილზე შეგროვილი ეს მთელი ატრიბუტები ჭირდება ამ მეთოდს, იქ რაღაც ფერადი ნაჭრები, მეფე დედოფლის გვირგვინი, რაღაცა ჯადოქრის მოსასხამი, ფერის ჯოხი, რა ატრიბუტები ზღაპარს აქვს, ხო? ყველაფერი შეგროვილი ირჩევენ თვითონ, ხო, რა თქმა უნდა, იმ კოსტიუმსაც თვითონ იკეთებენ, იმ რაგმირსაც თამაშობენ, ხო? თვითონ ულამაზეს აი ის თვითონ კოსტიუმის გაკეთება კიდე ცალკე თერაპიაა. მე ისე მოწონთ ხოლმე ის კოსტიუმი ყველა ფოტოს იღებს და რაღაც საოცარ კოსტიუმებს აკეთებენ. ამ კოსტიუმისთვის ყველა მასალა მაქვს შეგროვილი, რაც არის მითითებული ამ მეთოდში. მე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერის უნდა იყოს იქ ნაჭრები, პლედები, 1000 რაღაც. როლში რომ უნდა შევიდე. კი. და იქ რო კოსტიუმით უკვე შეიმოსებიან, ერთ იმას აკეთებენ, ერთ რეპეტიციას, მე ამ დროს გასული ვარ, ეს უჩემოდ ხდება, ჯერ თავიდან ვაძლევ ინსტრუქციას და გავდივარ და მე მეძახიან უკვე რომ მზად არის და უკვე წარმოადგენენ სპექტაკლს. ნუ სპექტაკლი გრძელდება სადღაც 10-15 წუთი, მაგრამ მე 3 საათი განხილვას ვაკეთებთ, რა იგრძნო იმ როლში, რა მესიჯია სამყაროსგან თუ ქვეცნობიერისგან თუ ასე შემდეგ და საოცარია ხოლმე და აი ბევრს უთქვამს რომ იმ ერთი სპექტაკლითო მეორაც გავაცნობიერე და რა როგორ შემცვალა იმ ერთმა სპექტაკლმა, შეიძლება 3
თვე მე არა ფსიქოთერაპიაზე და ეს შედეგი ვერ მიმეყო და მართლა ესეა სხვათა შორის აბსოლუტურად სწორს ამბობს ეს ხალხი, იმიტომ რომ იქ შენ რო სხეულითაც ჩართული ხარ, ხო ჩვენ ხო ქვეცნობიერი სხეულის ენით გველაპარაკება ჩვენ და ეს კიდე ძვირფასი ეს მეთოდი იმითია რომ მთელი სხეულით ხარ ჩართული. ხო იქ ხო არ არის რომ ზიხარ კაბინეტში ან ხატავან რაღაცა, ხო? ეს კიდე ცალკე იმხელა რაღაცაა და იმხელა ინფორმაცია მოდის, რომ აი მართლა გენიალური მეთოდია და კიდე მინდა ეხლა სექტემბრიდან რომ დავგეგმეთ რომ რამდენიმე ადგილას უნდა ჩავატარო და ნელ-ნელა ალბათ ამასაც ამ მეთოდსაც გაიცნობს ხალხი და არ არიან ამ მხრივ სპეციალისტები? ვიცი, არა ვიცი, მე ეხლა ვინც ვიცი ჯერჯერობით ვერავის ვერ მივაგენი, მარტო მევატარებ. შეიძლება არის ვინმე და თუ ხართ შემეხმიანეთ და ვიმეგობროთ. რა საინტერესო. ხო, დრამათერაპია ჯერჯერობით არა, მაგრამ აი ცეკვით თერაპია და ის უკვე რამდენიმე ადამიანია. მე ძალიან მიხარია რომ ფსიქოთერაპია ძალიან წინ მიდის. და ეს ახალი მეთოდები შემოდის, ახალი სკოლები აქ ფილიალები იხსნება, უკვე ერთი სკოლის კი არა, 2 და 3 და 5 კი საერთაშორისო ეს ფსიქოსინთეზი გაიხსნა, გეშტალტი დიდი ხანია გაიხსნა, კოგნიტურ-ბიჰევიორალური სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაც არ იყო და რამდენიმე წლის წინ ეს საერთაშორისო ეს ფილიალიც გაკეთა, ლოგოთერაპია, ის აზრისის ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია, ვიქტორ ფრანკლი, იცი შენ კარგად რომ შექმნა ეს ყველაფერი, ხო და ეს ყველაფერი რომ გაიხსნა აქ ეს ფილიალები ძალიან მაღლა აიწია უკვე ამ დონემ და ძალიან მიხარია მოგეთ რომ ესეთი კაი პროცესები ხდება საქართველოში. დაახლოებით 10 წლის წინ სხვანაირი დამოკიდებულება კი, ფსიქოთერაპიის, ფსიქოლოგის, აი თითქოს ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი ეს ერთი იყო და ერეოდათ ერთმანეთში და ფსიქოლოგს ეს კი ნახოდნენ, რომ ფსიქოლოგი რისთვის ჭირდება ბოდიში ამ სიტყვაზე, გიჟი ხო არა, რა საშინელება არის, მაგრამ ესეთი იყო და იმდენად შეიცვალა საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, ვთვლი რომ ეს არის საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა, როდესაც თვით ზრუნვა შენ ფსიქიკაზე, როგორც ხელს ჭირდება ჰიგიენა, ფსიქიკას ჭირდება ჰიგიენა და ამ ყველაფერზე ზრუნვა, აზრების მართვა, ემოციის მართვა, სხეულში დაძაბულობის მართვა, ეს არის ყველაფერი ფსიქიკის ჰიგიენა და ეს არც იცოდა ადამიანმა, რომ ეს მის ხელშია, რომ ის თავის ფიქრებზეც მეტია, ემოციებზეც მეტია და თავის სხეულში შეუძლია მართოს ეს დაძაბულობა თუ მოდუნება და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ინფორმაციაც არისო და აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია და ეხლა როგორი პოპულარულია ემოციური ინტელექტის ტრენინგები, ემოციის მართვის, ხო, ამ ფიქრებთან მუშაობის. ადრე სად იყო ეს? ხალხმა არც იცოდა, ხალხს ეგონა, რომ მოდის ეს ცუდი ფიქრები, წამლეკა, მე არაფერი არ შემიძლია და თურმე უამრავი მეთოდია მასთან გამკლავების. საკუთარ თავს ვუთხარი ესეთი რაღაცა. მზად ვარ თვალებში შევხედო საკუთარ დემონებს და გავაცილო. აი, გადასად. და იმდენად აი თითქოს ფსიქოთერაპიის დახმარებით, აი მატრიცას არ ხვევ და საერთოდ სხვა რაკურსით უყურებ საკუთარ თავს და მტკივნეული პროცესიც არის ტრანსფორმაცია, მაგრამ ეს ამ ტკივილს სხვანაირი სიამოვნება ახლავს. თავგას იუნგმა ჩრდილი დაარქვა. ის ჩრდილი თუ არ გაიცანი ხო ვერ მართავ, მაშინ ის ჩრდილი წაგლეკავს მთლიანად და ჯერ უნდა გაიცნო რომ მე მართო და ერი ჩვენი არის, ჩვენი თავი და ჩვენი შიშები. ჩვენშია ეს ყველაფერი ჩვენში ხდება და რაც უფრო მალე გავიცნობთ ამ ჩვენ ჩრდილს, მით უფრო ბედნიერები არ ვიქნებით. აი ეს მაგჩრდილზე გამახსენდა ადრე უცებ რაღაცა იდეა მომივიდა და დავწერე ეს იგავებთან დაკავშირებით იგავებზე აუცილებლად გადავალ. მარტოსული მგელი, რომელსაც საკუთარი ჩრდილის ეშინია. და ღამე მთვარის შუქზე რაც უფრო გაურბის ამ ჩრდილს უფრო დიდდება ეს ჩრდილი. რაღაც მომენტში მოხდება ისე, რომ თავის ჩრდილთან ახლოს არის და თითქოს გააცნობიერებს, რომ რაც უფრო გაურბის დიდდება, ადამიანისთვის აუცილებელია და ეგ არის ზუსტად რომ წიფდები იმისთვის, რომ ტრანსფორმაცია წავიდეს შენში. ბოლომდე უნდა ამოწურო საკუთარი თავი, მაგრად დაიღალო ამ შენი მდგომარეობით, რომ რეალურად გადაწყვიტო გადადგა ნაბიჯია. აი ღრმად მიღებული გადაწყვეტილება, გააზრებული და აი თითქოს ის მომენტი დაიჭირა ამ პატარა მგელს, შიშარა მგელმა. ის სადღაც ბრაზის მომენტი ქონდა, რომ უკვე შიში ბრაზში გადაუვიდა და ამან გადაადგმევინა ნაბიჯები ჩრდილისკენ და უცებ აღმოაჩნდნენ, რომ ეს იმდენად აპატარავდა, რომ გათანაბრდნენ. აჰა. დამეგობრდნენ მგელი და ჩრდილი. აი რაღაც მომენტში ტრანსფორმაცია მოხდა. ძალიან კარგი ზღაპარიც არის, იგავიც არის. შენ თუ ესეთი კარგი ნიჭი გაქვს ამ ზღაპრების და იგავების წერის, ჩვენ ჯგუფს შეგიძლია რომ შემოუერთდეთ, მაგრამ ვიტყვი ახლა წიგნის შესახებ, ხო? ეს ერთი წელი ვიმუშავეთ ჩვენ ამ წიგნზე, რამდენიმე ადამიანი, ფსიქოლოგი, პედაგოგი დავატრენინგებე და ვასწავლე როგორ იწერება თერაპიული ზღაპრები ბავშვებისთვის და შევქმნით პირველი ქართული ესეთი
ფსიქოთერაპევტის ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა ესეთი თერაპიული ზღაპრების კრებული დავარქვით ტკბილი სიტყვა, ეს ჩვენი ერთ-ერთი ზღაპრის სათაურია და გამოვიტანეთ წიგნის სათაურად და მართლა ტკბილი სიტყვა ისეთ სარგებელს იღებენ აქედან ბავშვები, მართლა ტკბილი სიტყვა გამოგვივიდა. მოსმენილი მაქვს და აი 100%-იანი რეკომენდაცია, იმიტომ რომ პატარა ბავშვებით რუსმენდა როგორ ყვებოდით ბავშვობა გამახსენდა ბაბილინას ზღაპრები. თემატურად არის ზღაპრები 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის არის გათვალისწინებული ეს ყველაფერი და არის მაგალითად როცა ბავშვს ეშინია ცალკე ზღაპარია და თითოეულ ზღაპარს წინ აქვს წამწვარებული ერთი აბზაცი, სადაც განმარტებულია რა თემაზე შეიძლება იმუშაოს ამ ზღაპარმა, რა ფსიქოლოგიურ პრობლემაზე და რა დროს უნდა წაუკითხოთ. არის ვთქვათ შიშის დროს, როცა შიში აქვს, არის რომ ვთქვათ ოჯახი გაეყარა ერთმანეთს და განიცდის ბავშვი ამ დროს რომელი ზღაპარი წაუკითხოთ. არის რომ ეჭვიანობს დაზე, ძმაზე, ესე ძალიან ხშირია, ხო? არის რომ ეზარება სწავლა, ესე ძალიან გავრცელებულია. რაც კი შეიძლება ბავშვს კონდეს აი ესეთი რაღაც ფსიქოლოგიური თემა, ხო? იქ თითქმის ყველა თემაზე გვაქვს ეს ზღაპარი და 36 ზღაპარია ამ კრებულში. ჩვენი ოფისიდან ყიდით, მაღაზიებში არ შეგვიტანია, შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ და მე მოვიფიქრეთ, რომ აი ამ წიგნს უკვე გავუკეთეთ აი ესეთი 3 რვეული, ეს არის გასაფერადებელი რვეულები და ძალიან საყვარელი ნახატებია. ისეთი კარგი გამოვიდა, ესეთი აი ძალიან საყვარელი ნახატები გამოვიდა და თითოეულ ზღაპარზე არის 4-4, 3-4 ნახატი, აი ამ თითოეული ზღაპრის გმირებიდან რაღაცა ეპიზოდებია გაცოცხლებული და თან რო უკითხავს მშობელი ან თვითონ კითხულობს ბავშვი, მე რო აფერადებს კიდევ უფრო ღრმა კონტაქტს ამყარებს აი ამ ზღაპრის გმირთან და მართლა ძალიან საყვარელი ზღაპრისინია. და შორის რაც შემომჩნია ძალიან მომეწონა და ეს ახლა იდეა უფრო მომეწონა თან რო მშობელი უკითხავს და თან რო ეს აფერადებს. ან მე გააფერადებს ბოლომდე რომ მოისმენს. აი თითქოს ბოლომდე პროცესია ჩართული და აი გასაფალტი ყურადღება აღარ ბოლომდე იაზრებს და რაც შემომჩნია აქ სხვათა შორის ნახატებს ვათვალიერებ რამ დავიწყებდით და თითქოს ერთ და იგივე ისტორია 3 ნახატი აქვს. სხვადასხვა ეპიზოდები იმ ზღაპრიდან. ეს მომუნდეს ბავშვს 3-4 ნახატი რო იყოს რომ დაუმეგობრდეს უფრო კარგად. გმირს მეგობრდეს. ეხლა გვინდა კიდე დავამატოთ ამ პროექტს, ეს 1 წელი ვიმუშავეთ ამ ზღაპრებზე და საკმაოდ დრო უნდა ყველაფერს კი, მაგრამ მაყოფილი ვარ რომ ძალიან კარგი გამოვიდა. სექტემბრიდან უკვე გვინდა რომ შეკვეთები მივიღოთ ინდივიდუალურად კონკრეტულად ბავშვისთვის. ჯერ მე ხო ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტიც ვარ, ნუ ყველა ასაკთან მუშაობ და ჯერ მოიყვანენ ბავშვს, მე გავუკეთებ ტესტირებას. მშობელს ექნება გარკვეული შეკვეთა, ან შეიძლება ბავშვსაც კონდეს შეკვეთა რო ეშინია თუ ასე შემდეგ რაღაცის და მეორე უკვე ბავშვის ფსიქოპორტრეტი მეწოდინება ამ ტესტირების შედეგად აი შეკვეთა რაც არის ბავშვთან სამუშაო კონკრეტულად იმ ბავშვისთვის ჩვენი ჯგუფის გოგოები არაჩვეულებრივად წერენ მართლაც ნამდვილად კი ისინი კონკრეტულად იმ ბავშვისთვის აი ამ ტესტირებაზე დაყრდნობით იმ პრობლემაზე და თვითონ ბავშვის ფსიქოტიპიდან გამომდინარე შექმნიან თერაპიულ ზღაპარს. აი ამისი უკვე დაწყებაც გვინდა რომ ავიღოთ ესეთი შეკვეთები. ეს პრაქტიკაში სადმე არსებობს? კი როგორ არა რუსეთში დიდი ხანი არსებობს და ძალიან კარგად მუშაობს სხვათა შორის და იქ რო პირველად ვნახე პირდაპირ აღფრთოვანდია მიდეით და საქართველოში პირველი საქართველოში ჯერ არ არის ხო ჯერ არ არის და საქართველოში იქნება ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება ჩვენთვისაც და მე ნელ-ნელა დავხვეწავთ კიდე იმიტომ რომ ყველაფერს პრაქტიკა ჭირდება და გვინდა რომ დავიწყოთ, მე გვინდა ერთი ქალბატონი ვიპოვე, მე რომელიც არაჩვეულებრივად ყაისნაღით ქსოვს ცხოველებს და მინდა რომ აი ეს შეკვეთებს რომ დავიწყებთ და დაიწერება კონკრეტულად ინდივიდუალურად იმ ბავშვისთვის ზღაპარი, იქ მთავარი გმირი ვინც იქნება ზღარბი თუ კურდღელი თუ და თუ ჩა, ის რომ მოქსოვოს და ზღაპართან ერთად მე აი იმასაც შეიძენს და აი ბავშვმა რომ უფრო გაითავისოს ეს გმირი, აი იმითიც ითამაშებს მე. ბაჭიაზია, ბაჭიას მოქსოვს ის ქალი. თუ ზღარბზია, ზღარბს მოქსოვს. მთელი ცხოვრება ექნება სამ და ხო და თან ნახეთ, თან თერაპიული ეფექტი ამითი გაიზრდება. იმიტომ რომ არა მარტო მოისმინა და თვითონ დახატა თქვა. არამედ ხელშია. ხელშია და ღამე იწვენს ლოგინში თამაშობს და ასე შემდეგ, ხო? ბავშვს კი არა მე მომ. უფრო კარგად წავა ეს გზავნილები, რა გზავნილიც გვინდა ის თერაპიული გზავნილი ქვეცნობი, ბავშვის ქვეცნობიერმა რომ მიიღოს, აი ამ ყველაფერით ამ ატრიბუტებით ვეხმარებით ჩვენ. რომ კარგად იშთაგონება მოხდეს, ხო? რასაც ემსახურება ის ზღაპარი.
ასე რომ ესეთი გეგმები გვაქვს. რამდენად დიდი შესაძლებლობები არსებობს ფსიქოთერაპიაში და რამდენი გაუკაფავი მდელოა. ძალიან მდენი სამუშაოა. კი. და რა საინტერესოა, აი თუნდაც ბავშვობაში მიყვარდა ხოლმე ძალიან კითხვა და აი თითქოს ავტომატურად ხდებოდა ეს. ხალხური ზღაპრებიც მგონია რომ საკმაოდ თერაპიულია. ყველა ზღაპარი თერაპია, ყველა ზღაპარი გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ და ფაქტიურად ზღაპრები რო დაამუშავეს ამ ზღაპრის თერაპევტებმა, ყველანაირი არქეტიპია ზღაპრებში, ქალის არქეტიპებიც, კაცის არქეტიპებიც და არა მარტო ქალის და კაცის, არამედ ჩვენი ქცევის სტრატეგიებიც, არქეტიპული სტრატეგიებიც არსებობს. ყველაფერი ჩადებულია. აი სიკეთეს გააკეთებ, გაივლი წინ დაგვდება, ბოროტებას გააკეთებ, გაივლი წინ დაგვდება. რასაც დასთესავ იმას მოიმკირო, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. შეიძლება დროებით წაიქცეს და რაღაცა ის იყოს, მაგრამ საბოლოოდ იმარჯვებს და ასე შემდეგ უამრავი რაღაც. აი ცხოვრებისეული ნებისმიერი სტრატეგია არის ჩადებული ზღაპარში და რატომღაც გონიათ რომ ზღაპრები არის ბავშვებისთვის. არანაირად ყველა ასაკში უნდა ვიკითხოთ ზღაპრები, იმიტომ რომ ის გვასწავლის ცხოვრებისეულ ყველაზე სწორ და ჭეშმარიტ სტრატეგიებს. რაც კი ჭეშმარიტება არქეტიპული ტიპაჟები ქცევის სტრატეგიები ყველაფერი ჩადებულია ზღაპრებში. იგავიცხო საოცარი ფორმაა და დაგვიგროვდა წლების მანძილზე ჩვენ რო კლიენტებთან ვიყენებდით ამ თერაპიულ ზღაპრებს და ბრძნულ აღმოსავლურ თუ სხვადასხვა ქრისტიანულ თუ ასე შემდეგ სხვადასხვა იგავებს ეს მასალა დაგროვდა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ წლების მანძილზე კლიენტთან ვიყენებდით ჩვენ ამას და ჩემი თანამშრომელია კიდე მერაბონიანი, ისიც ფსიქოთერაპევტი, ართ-თერაპევტი და აი მერაბმაც უამრავი იგავი მოიძია ამ პერიოდში, როცა მუშაობდით მეც და ეს მასალა რო დაგროვდა, მე რა ვთქვით რომ მოდი გავაკეთოთ არხი, სადაც ხვებსაც გაუზიარებთ ამ სიკეთეს. თუ არ არის ფსიქოლოგიის მოისმენს ადამიანი, თუ ფსიქოლოგია თავის პრაქტიკაში გამოიყენებს, პედაგოგი თავის მოსწავლესთან გამოიყენებს, სკოლის ფსიქოლოგი, ბაღის ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, კოუჩი, ყველა გამოიყენებს და მე გაჩნდა დიდი ხანია მინდოდა ეს YouTube არხი და ეხლა რაღაცნაირად ერთი წელია ამას მოვაბით თავი და გავაკეთეთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ. რა ხდება, მოკლედ და აუცილებლად გამოიწერეთ, იმიტომ რომ არა მარტო ბავშვებისთვის, დასრულებისთვისაც საკმაოდ კარგი მოსასმენია. ვინც ჩემი ტოლია ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები, პლუს მინუს, გაახსენდება ბაბლინას ზღაპრები ადრე ბავშვობაში, თან ისეთ ფერადი და რაღაცა ჯადოსნური სამყარო იყო, იქაც სასიამოვნო იყო თვალისთვისაც, ყურისთვისაც ეს მოყოლის მანერა და იმდენად თამაშით არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკისაც არ უნდა იყოთ. ჩვენ ეს მივიღებთ საკუთარ თავში აი ამ ბავშვურ მისწრაფებებს თუ არ მივიღებთ, საკმაოდ გვავსებს და რაღაცას უხარია შიგნიდან და თან ისე უხარია რომ გინდა კიდე მოისმინო, კიდე გინდა და ეს და ეს არხი არა მარტო ბავშვებისთვის არის, ყველა ასაკისთვის დევს ესეთი კონტენტია, რომ არის ბავშვებისთვისაც, არის დიდებისთვისაც. იგივე იმ თერაპიულ ზღაპრებს ყოველ ორშაბათს ვდებთ საღამოობით, ახალ მასალას, არის ხან საბავშვო, ხან სადიდო, ანუ ყველა ასაკისთვის არის და იქ არის არა მარტო თქვათ თერაპიული ზღაპრები და იგავები, არამედ ჩვენ ვცდილობთ რომ ვიდეოებიც დავდოთ ბავშვთა აღზრდაზე, არქეტიპებზე, აი ხა მერაბ მარაჩვეულებრივი ციკლი ჩაწერა არქეტიპების ზღაპრებში. უკვე დაასრულა მამაკაცის არქეტიპები და გადასულია უკვე ქალების არქეტიპებზე და ისეთი საინტერესო მასალა, ანუ იქ არა მარტო ზღაპრებს და იგავებს იპოვით ამ არხზე, ჩვენი ლექციებიც დევს, აი ეს პატარ-პატარა ვიდეოები, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხებს ფსიქოთერაპიულს, ბავშვთა აღზრდას და ბევრს. ადამიანი ისეა გაბმული ამ თავის საქმეებში, რომ იმის დროც აღარ აქვს, რომ ძილის წინ აიღოს წიგნი და თავის შულს წაუკითხოს და ზოგი მართლა ესეთ დღეშია, რომ ეძინება უფრო ადრე, ვიდრე ბავშვი იძინებს, რომ მიუწვება. ხო, ეგრე ისე იღლება ადამიანი და აი ჩაურთავს ამ YouTube არხს. თერაპიული ზღაპრები მარტო ჩვენ გვაქვს და იოლა ტიპოვით ჩაწერთ და შეგიძლიათ იქ მოიძიოთ, რომელიც საბავშვო ზღაპარი, იმას აწერია საბავშვო. თუ არ აწერიას, იქ დიდისთვის არის. და პირდაპირ ჩაურთავთ და მოასმენინებთ თქვენ შვილს და იქ არა აქვს მნიშვნელობა რა თემაზეა ეს ზღაპარი. მე როგორც გითხარით, აი წიგნში სხვა თემაზე, ამ წიგნიდანაც ვკითხულობთ იქ ზღაპრებს და სხვაც არის, მარტო წიგნიდან არა, რა თქმა უნდა და არა აქვს მნიშვნელობა ის ზღაპარი შიშზეა თუ რაზეა, ყველა ვარიანტში ყველა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო შიშის დროს უნდა წაუკითხოთ ან მარტო რაღაც. არა, ის ზოგადად იმდენად კარგია. იმდენად თერაპიულია, რომ ნებისმიერი ზღაპარი შეგიძლიათ ჩაურთოთ და პირდაპირ YouTube არხიდან მოასმენინოთ თქვენ შვილს. ხან მე ვკითხულობ, ხან მერაბონიანი, ჩემი თანამშრომელი. მერაბის ორი ზღაპარიც არის ამ წიგნში შესული, ზღარბუნია ბურძგლა. ისეთი ზღაპარი, ჩემი საყვარელი ზღაპარია, ზღარბუნია ბურძგლა. ძალიან მიყვარს ხო და მოგეთ გამოიყენეთ, ძალიან მოვინდომეთ და დიდი შრომა ჩავდეთ ამ YouTube არხში, ამ წიგნში, რომ აი ეს სიკეთე მიგვეცა ადამიანებისთვის და აი მართლა ტკბილი სიტყვა მიგვეტანა ბავშვამდეც და დიდამდეც და ყველა ადამიანამდე და ხალხური ზღაპრების ხათრით ვისწავლე კითხვა ძალიან მიჭირდა თავი და 5 დღეს ისევ ზღაპრები, კი.
აუცილებელია ესე არ უნდა თქვა, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობის არის თქვენს პატარებს რომ წაუკითხოთ ბავშვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ უკითხავს. ვერ ხედავს აუცილებლობას, უბრალოდ რატომაც წაუკითხოთ ძილის წინ ღაპრები. ცხოვრებას სწავლობს ბავშვი, თან თუ ითხოვს ერთი და იგივე ზღაპარი 100 ჯერაც უნდა წაუკითხო. რატო ითხოვს ეს ბავშვი, რომ ერთი და იგივე ზღაპარს მააკითხებს 100 ჯერ. თურმე რატო ნახე? ბავშვი სწავლობს ამითი, რომ ცხოვრება არის პროგნოზირებადი. არის ისეთი კანონები, რომ შენ უკვე იცი, რომ აი ასეთ უნდა იქცევი, ეს მოხდება აუცილებლად და მან რომ ამოიცნოს რა არის ეს ცხოვრება, რა კანონები მოქმედებს, უკვე შიშით აღარ უყურებს ცხოვრებას. მისთვის უკვე პროგნოზირებადია და იმიტომ ითხოვს ამის ბევრჯერ გამეორებას, რომ მან ზუსტად იცის, რომ სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს. აი ესეთი თუ იქნება მეგობრული მიიღებს, დაეხმარება, სიკეთეს გააკეთებს, ეს ყოველთვის წინ დახვდება და ყოველთვის გადარჩება. რომც მოკვდეს, მოიძებნება უკტავების წყაროს წყალი, ვიღაცა დაალევნებს და გაწუხდება, იმიტომ რომ ის სიკეთის გზაზე დგას. მაგრამ ეს ერთი წაკითხვით ვერ იგებს ამას ბავშვი, რომ ეს კარგად უნდა რომ და ამ დროს ის დაცულად გრძნობს თავს, სამყაროში უსაფრთხოდ გრძნობს თავს. მისთვის სამყარო უკვე პროგნოზირებადია. როგორ მიჭირდა 5 წლის ასაკში რომ ვეხვეწებოდი რომ მეთქი ასოები მასწავლეთ და მაგის ხათრით ეს ღაპრები აი გრძნობდი ალბათ იმ თერაპიულ ეფექტს. ერთ-ერთი პირველი ფსიქოთერაპიის ფორმა ეს არის ზღაპარი. თაობიდან თაობას გადაეცემოდა ზღაპარი, იკრიბებოდა ხალხი, ყვებოდნენ ზღაპრებს, გადასცემდნენ ერთმანეთს. კი, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფორმა ფსიქოთერაპიის. თან ყოველთვის ხარობს ჩვენი შინაგანი ბავშვი, როცა ამას ვისმენთ. აი, მართლა გადადიხარ იმ ტრანსულ მდგომარეობაში, მართლა, იმიტომ რომ მთელი ყურადღება იქით მიდის, იქ ხარ და ნახე, შინაგანი ბავშვიც ხო ხარობს და თან შენ აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი შენ იცოდი. თითქოს შენში არსებულ სიბრძნეს განახებს ეს ზღაპარი და შენ ხო ეს იცოდი. აი რაც არის ეს სიბრძნე, ღვთაებრივი მარადიული სიბრძნე, ხო ეს არქეტიპული ცოდნა, ის ზღაპარში ხო ყველა პერსონაჟი არქეტიპი, ყველა სიტყვა არქეტიპია, ყველა სიმბოლო არქეტიპულია, ხო? და ის შენ ხო რეზონირებს შენთან, იმ შენ კოლექტიურ არაცნობიერთან. ეს შენში ხო არის ყველაფერი. უბრალოდ აი უცებ გაიგონე ეს და უცებ შეხვედი ამ სამყაროში, რომელიც გაგახსენდა თითქოს ეს ახალი არაფერი არ არის და შენივე სიბრძნე გახსენდება და ამას უსმენ, ამას წარმოიდგენ, იქ ფანტაზია ერთვება, ემოცია ერთვება და ჩვენი ქვეცნობიერი ბავშვი ვითაზრონებს, მას ჭირდება მეტაფორები, სიმბოლოები, სურათები, ემოცია და ზუსტად ამას იწვევს ზღაპარი, ხო? აი ეს არის სიმბოლოები, ემოცია ჩდება და ეს სურათხატები ჩნდება და აი პირდაპირ უმოკლესი გზა არის ჩვენ ქვეცნობიერთან, რომ ეს ჯანსაღი პროგრამები ჩავტვირთოთ, როგორც ბავშვის ფსიქიკაში, ასევე დიდი ადამიანის ფსიქიკაში და აი ნახავთ თქვენ ჩვენ არხზე გვაქვს დიდებისთვის ზღაპრები, აი არის ზღაპარი ძალიან მოგეწონება ზღაპარი სიყვარულზე, ზღაპარი 64-ის კარიბჭე, ხო მოისმინე 64-ის კარიბჭე, აი ჩვენი პიროვნების შემოქმედებით ნაწილს ეხება და ნუ საოცარი ზღაპარი არის ლოკოკინა მაგალითად ზღაპარი მიჯაჭვობას ეხება და ძალიან ტრანსფორმაციას იწვევს, საოცარი თერაპიული ეფექტი აქვს. მეც რამდენჯერმე უსმენ ხოლმე. და ზღაპრებს მინდა გითხრა, დღემდე სულ უსმენ. YouTube-ზე უპოულობ ხან ფრანგულ ზღაპრებს, ხან გერმანულს, ხან ავსტრიულს, ხან ინგლისურს და ვუსმენ და უსმენ. იმიტომ რომ ეს არის აი არ ვიცი ამ დროს რა ხდება, იმ დროს მე ისე მშვიდდები ხოლმე. და ისეთი რაღაც აი ვგრძნობ რომ მიფართოვდება ცნობიერება. საოცარია ეს ზღაპარი, აი ჩემთვის ჯერ კიდე ამოუხსნელია, აი რას შვება ეს ჩვენ ფსიქიკას, რას უშვება. ეს არის რაღაცა მისტიური საიდუმლო და უხსოვარი დროიდან ერთ-ერთი პირველი მითი და ზღაპარი, ჯერ მითია და მერე ზღაპარი. ეს ბავშვობის დროინდელი რაღაცა რეფლექსივით ხო არ არის, რომ ბავშვობაში რო გეკითხავდნენ და ეს ხმა რო გამშვიდებოდა და გვეძინებოდა. ეგეც არის, კი, მდგომარეობას. კი, სხეულს ეგ ხო იცი, რომ სხეული ყველაფერს იმახსოვრებს და ეგ სხეულს რა თქმა უნდა ახსოვს, მით უმეტეს თუ კარგი გამოცდილება გაქვს და საყვარელი ადამიანი გიკითხავდა დედა, ბებია, მამა, ხო აი საყვარელი ადამიანი თუ უფროსი და თუ ძმა, ეს თავისთავად სხეული ამას მდგომარეობას იმახსოვრებს, მაგრამ გარდა ამისა, ის რაღაც არქეტიპული სიბრძნე იღვიძა. კოლექტიური სიბრძნე. ხო, რაც გვაქვს ჩადებული ყველა ადამიანს, რომ ეს ჩვენშია ყველაფერი. აბსოლუტელი სამყარო ხო ჩვენშია, უბრალოდ რაც უფრო ღრმად ჩავიხედავთ ჩვენს თავში და ჩვენ შინაგან სამყაროში, უფრო და უფრო ვპოულობთ ამას და ზღაპარი ძალიან იული ფორმად ჩავიხედოთ შიგნით და ეკოლოგიური ფორმა და რაღაც საოცრებაა. მოგეთ ჩემი საყვარელი მიმართულება ზღაპრის თერაპია, იმიტომ გავაკეთე ეს არხი, YouTube არხიც იმიტომ გავაკეთე. საკმაოდ წარმატებულად მიდის, სხვათა შორის გამოიწერეთ აუცილებლად არხი, გააზიარეთ და რაც თავარია პრაქტიკაში გამოიყენეთ ყოველდღიურად. თქვენ თვითონაც იგრძნობთ ცოტა ხანში, რამდენად განსხვავებულად დაიწყებთ ნელ-ნელა აზროვნება და
პატარ-პატარა დეტალების შეჩნევა. კი და ვეღარ დავამთავრე წეღან რო გითხარი რომ შენ თუ ესეთი ნიჭი გაქვს ამ იგავების წეღან რო გარდასარევი იგავი მოყევი რომ შენ თვითონ მოიფიქრე ხო ჩვენ ვაპირებთ ამ წიგნის მეორე ნაწილის გაკეთებას უკვე ცოტა უფრო სასაქს რო შევეხოთ ეს არის 3-დან სადღაც 12 წლამდე უკვე ცოტა უფრო სასაქზეც თინეიჯერებზეც გადავიდეთ და ვაპირებთ რომ მეორე ნაწილიც გავაკეთოთ ამ წიგნის ტკბილი სიტყვის უკვე მეორე ნაწილი და შემოგვიერთდი და ითანამშრომლე ჩვენთან. დაწერილი ყველაფერი გამომიგზავნე რომ წავიკითხო. ზოგიერთი დამეკარგა, მაგრამ მახსოვს და თავიდან. ხო და თავიდან და უკეთესი გამოვა. კი ბატონო, უკეთესი გამოვა. ერთი კითხვა გამიჩნდა. როგორც პროფესიონალი სხვადასხვა მხრივ ფსიქოთერაპიაში, ყველაზე უცნაური და უჩვეულო მეთოდი ფსიქოთერაპიაში. ნუ, ჩემი აზრით ეს არის ერიქსონის ჰიპნოზი, ანუ ტრანსული თერაპია, ან ჩემი ფავორიტი. ახალ ჰიპნოზსაც ეძახიან. ურსიტყვას ვიტყვი, ეს არის ყველაზე ჯადოსნური მეთოდი, ნუ ჩემი აზრით. თან აბსოლუტურად გეთანხმებ. შენ თავზე ბევრჯერ გამოცდილი ეს იყო საოცრება ხალხი. ვისაუბროთ ერთად. კი, ნუ მილტონერიქსონი ეს უდიდესი ფსიქოთერაპევტი და ჰიპნოთერაპევტი, ფსიქიატრი, ჰიპნოთერაპევტი, ფსიქოდა გენიოსი მართლა, რომელიც 80-იან წლებში უკვე გარდაიცვალა მე-20 საუკუნეში, რომელმაც შექმნა ეს მიმართულება და ამიტომაც ქვიაერიქსონის ჰიპნოზი, ანუ ახალი ჰიპნოზი, ტრანსული თერაპია, ჰიპნოტურ ტრანსსაც ეძახიან. ყველა მეკითხება რა განსხვავებააერიქსონის ჰიპნოზსა და კლასიკურ ჰიპნოზს შორის, რაც გაუგია ხალხს, ხო? ეს საესტრადო აკეთებენ იქ რაღაც სცენაზეც და რაღაცები, ხო? ან ფილმში უნახავთ თუ სათქო. ხა შორს ეგ არის შიში ძალიან დიდი, რის გამოცერიქსონი ამით ამბობენ. და მე ეგ შიშს იწევს, რომ მე გამოვალ იქიდან და ტრანსში უნდა ჩამაგდო და მე დავბრუნდები და ეს რაღაცები ხო, აი ხა გეტყვით ორი სიტყვით რა განსხვავებაა. კლასიკური ჰიპნოზის დროს არაფერი არ ახსოვს ადამიანს, რას ელაპარაკება ჰიპნოთერაპევტი, აბსოლუტურად არც ერთი სიტყვა არ ახსოვს და იქ შთაგონება ხდება. შთაგონებას აძლევენ ადამიანს. მე მინდა გითხრათ, რომ ამ მეთოდით უკვე თითქმის აღარავინ აღარ მუშაობს, იმიტომ რომ განვითარდა როგორც ყველა სხვა მეცნიერება, ასევე განვითარდა ფსიქოთერაპია და უბრალოდ აღარ გვჭირდება ეს, იმდენად ეფექტურია ეს ახალი ჰიპნოზი და აიერიქსონის ჰიპნოზის დროს თვალები დახუჭული გაქვთ, შედიხართ ამ ტრანსულ მდგომარეობაში და ტრანსული მდგომარეობა ეს არის სრულიად ბუნებრივი მდგომარეობა ადამიანისთვის, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში. მაგალითად, რო ოცნებობ ეს ტრანსული მდგომარეობა, აი ერთი მიმართულებით რომ მიდის ყურადღება, ან მუსიკას უსმენ, ესეც ტრანსული მდგომარეობა და წახვედი, სადღაც ისე უსმენ, აი წახვედი და მთლიანად ყურადღება ჩაიძირა ამ მუსიკაში, ხო, ესეც ტრანსული მდგომარეობა. კი, აი ტრანსი ეს არის არც სიფხიზლე და არც ძილი, რაღაც შუალედური. და აზიან თვალებს ხუჭავენ და ჯერ ვადუნებ ხომ, იმიტომ რომ თუ არ მოდუნდა ადამიანი, ისე ვერ ეკონტაქტება თავის ქვეცნობიერს, თუნდება მე რასაც ვსაუბრობ, წარმოიდგენს ყველაფერი ახსოვს ადამიანს, ყველაფერი ესმის, უბრალოდ გადადის ამ ტრანსულ მდგომარეობაში, ჩვენ თერაპიის მიზნით შევყავს ამ მდგომარეობაში ადამიანი, იმიტომ რომ ტრანსი ეს არის უმოკლესი გზა ჩვენს ქვეცნობიერთან და აი სიზმარიც უმოკლესი გზაა ქვეცნობიერთან, ართ თერაპიაში ნახატიც უმოკლესი გზაა, მაგრამ კიდე უფრო მოკლე გზაა ტრანსული თერაპია და თერაპიის მიზნით შევყავს ამ მდგომარეობაში და ძალიან დიდი ეფექტი აქვს, მართლა ჯადოსნური ეფექტი არის სამი ტიპის ტრანსების, სადიაგნოსტიკო, თერაპიული და რესურსული. სამივეს ვიყენებთ, გააჩნია რას ვაკეთებთ, თუ სადიაგნოსტიკო აი პირდაპირ ჩანს იმ ტრანსში, რა მდგომარეობაში ადამიანის ფსიქიკა იმ ეტაპზე, ცხოვრების იმ ეტაპზე, თუ თერაპიულია კონკრეტულ თემაზე ვმუშაობთ, რაც არის შეკვეთა და რესურსული ტრანსი არის, ჩვენ აღვიძებს ჩვენს რესურსებს, რაც აი მთელი საგანძურია ჩვენში, მთელი ოკეანეა რესურსების, ოღონდ აი ამ ჩვენი სტრესების, ბავშვობის ტრავმების გამო ვეღარ ვეკონტაქტებით ჩვენში. ხო, გვაქვს ეს საგანძური, მაგრამ ჩაკეტილია და ვერ ვიყენებთ და ეს რესურსული ტრანსების ხსნის ამას და გადავდივართ ამ რესურსულ მდგომარეობაში და უკვე წვდომა გვაქვს ჩვენ საკუთარ რესურსებთან და ამიტომ ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაცაა, ხო, იმ კლასიკური ჰიპნოზის დროს ჩვენ არაფერი არ გვახსოვს, აქ ყველაფერი გვესმის, მე ვყვებით, მე ვარჩევთ ამას, ყვება ადამიანი რა ნახა იქ, ქვეცნობიერი ჩვენ სიმბოლოს ენით გველაპარაკება, მითოპოეტური ენით, მეტაფორების, სიმბოლოების ენით და ძალიან ზუსტად ყველაფერს ინფორმაციას ვიგებთ, რას გვეუბნება ქვეცნობიერი, ოღონდ ამას ვაანალიზებთ, განვიხილავთ და მე უკვე არის საშუალება რომ ჯანსაღი პროგრამები ჩავტვირთოთ ქვეცნობიერში ამ მეთოდით. თან რამდენიმე რაღაცასაც მინდა ხაზი გაუსვა. პირველ რიგში ის რომ ჩვეულებრივ ფსიქოთერაპიაში რა თქმა უნდა მიიღწევა შედეგები და ამაზე საერთოდ საუბარი არ არის, უბრალოდერიქსონის ტრანსი თუ ჩვეულებრივ ფსიქოთერაპიას დავუშვათ
5 სესია დაჭირდა, შეიძლება ეს Ericsson-ის ტრანსში ერთ სესიაში შეიძლება. თავისუფლად. კი. ფესვიანად, რაზეც მაშინ ვიმუშავეთ, შეიძლება იმის მერე არის გასული თითქმის 3 წელი. დღემდე აი ჩაიხსნა, მოგვარდა და სრულიად სხვანაირი რაკურსით დავიწყე მაგ პრობლემის მოგვარების შემდეგ ყურება რამოდენიმე თემაზე. თითქოს უთნაური, მაგრამ ყველაფერი ხო დაკავშირებულია ჩვენს ხსნობიერში ერთმანეთთან და არ ვიცი რა კავშირში იყო, მაგრამ ის კონკრეტული პრობლემა, რომელიც საერთოდ სხვა იყო, როცა მოგვარდა, ორ ძალიან დიდ ფობიას დაესვა წერტილი. ეს იყო უჰაერობის ფობია, ძირითადად კოსმოსი და წყლის ფობია, დიდი ტაღების. დიდი ხო. თითქოს სხვა რაღაცაზე ვმუშაობდით, იმაზეც ვიმუშავეთ და ამ დროს ავტომატურად რამდენიმე რაღაც მოგვარდა. მაგრამ რამდენად საოცარი. კი, იმიტომ ჯადოსნური მეთოდი. და თან რაც ესე იგი, ეს ერთი რომ ძალიან ბევრ რაღაცაში, ანუ რამოდენიმე რაღაც შეიძლება ერთდროულად მოგვარდეს, ძალდაუტანებლად, სუბუქად, კარგი და დამამშვიდებელი რა გასააზრებლად რაც არის, რაც Ericsson-ის ტრანსის მიმართ ნდობას აღვივებს, ის არის რომ ზოგადად თერაპიის დროს ხო ესე არის რომ მარტო თუნდაც მტკივნეული იყოს, მარტო ის თემა მოტივტივდება, რომლისთვისაც ჩვენი ქვეცნობიერი მზად არის. ჩვენი ცნობიერი მზად არის რომ ის თემა გადაამუშავოს. არასოდეს ქვეცნობიერი ჩვენ არ დაგვანახებს ისეთ თემას, რის დასამუშავებლათაც, რის გასაცნობიერებლათაც ჩვენ არა ვართ მზად. ცხოვრების იმ ეტაპზე დაგვანახებს, როცა მზად ვართ. ანუ აქ ყველაზე ეკოლოგიური არტ თერაპიაც და Ericsson-ის ჰიპნოზიც, იმიტომ რომ არ არსებობს რომ დაგაზიანოს. აი არ არსებობს გამორიცხულია. და ეგო არტ თერაპია და Ericsson-ის ჰიპნოზი სხვათა შორის ძალიან კარგი არის ერთად. მე ერთად ვიყენებ, ტრანსის მერე ვახატინებ და იქ არის 3 ვარიანტი. ანხატავს რაღაცა იმ ეპიზოდს, რომელიც ნახა, რაღაც სურათს, რომელიც ნახა, ანხატავს იმ ემოციას ადამიანი, რაც ტრანსის მერე ეუფლება და ის ემოცია გადმოაქვს ფურცელზე, ან უბრალოდ იმ წუთას ან ხელი რასაც დახატავს, ის რაც შიგნიდან მოდის. და ირჩევს ადამიანი, რასაც უნდა ხატა და მე განვიხილავთ იმ ნახატს, რა თქმა უნდა, არტ თერაპიულად. კი, იმიტომ რომ ახსოვს ყოველ Ericsson-ის ტრანსის მერე თვითონ თავიდან მე არ ვიცოდი თუ არტ თერაპიასაც გამოვიყენებდით, თვითონ მომთხოვ რო დამეხატა და მოვითხოვე მახსოვს სახატა ფურცელი და კი, ნამდვილად თვითონ ითხოვს რაღაცნაირად შინაგანად ეს შინაგანი სამყარო ითხოვს რომ გადმოიტანო. კი, უკვე გვაქვს არტ თერაპიის, არა მარტო იმიგრანტებისთვის ეს ონლაინ კურსია და ონლაინ კურსია, ჩავწერე 34 ლექცია და გავაკეთე არტ თერაპიის სასწავლო კურსი, ონლაინ კურსი, 7 თვე გრძელდება, 7 თვე ეს კურსი და ეხლა და სხვა შორის უკვე მეოთხე ნაკადი უნდა ავიყვანოთ ეხლა სექტემბერში და იმ წინა სამ ნაკადში ბევრნი იყვნენ ემიგრანტები. ძალიან მასტივცის პრობლემა აღარ არის, ხო, როცა უნდათ მაშინ ისმენენ იმ ლექციებს. როცა უნდა, კი, ჩვენ უგდებთ ყვირაში ორჯერ ლექციებს და მე ისინი როცა უნდათ ისმენენ. და შეხვედრებიც გაქვთ შიგადაში? ნუ, რუმში აუცილებლად 3-ჯერ ვერთვები ამ კურსის მანძილზე და ყველა შეკითხვას პასუხობ და ერთმანეთში აკეთებენ ტექნიკებს, ან თერაპევტის როლში, ხან klientis rolში, ერთმანეთში მუშაობენ, ოჯახის წევრებთან მუშაობენ, მეგობრებთან მუშაობენ, რო პრაქტიკა ეს ყველაფერი გამოიყენოთ და ეხლა უკვე სიახლე გვაქვს ის და ძალიან მიხარია რომ დავიწყე 5 ლექცია უკვე ჩავწერე Ericsson-ის ჰიპნოზის სასწავლო ასევე ონლაინ კურსი იქნება და ნუ ჯერ კიდე წინ არის 1-2-3 თვე დამჭირდება რომ ბოლომდე ჩაიწეროს, მაგრამ ესეც იქნება ძალიან მალე გადის დრო ეს 2-3 თვეც მალე გავა და უკვე გვექნება Ericsson-ის ჰიპნოზის ასევე ონლაინ სასწავლო კურსი. და მე აი არტ თერაპიაშიც ასე გვაქვს რომ გაივლი ამ კურსს მე დაცვას ვაკეთებ ხოლმე როგორ იმუშავეს იმას ყველაფერს მიყვებიან მაჩ კლიენტთა რა თქმა უნდა ხო ჩვენ თვითონ უგზავნით ასეთ კლიენტებს და მე ვაძლევ სერტიფიკატს და ასე აქაც ასე იქნება მაგრამ ეხლა ზუსტად ვფიქრობ როგორ იქნება ეს დაცვა ეს ყველაფერი ამ პროცესში ვარ ეხლა მაგრამ ყველაფერი გამოვა თავარია მოინდომოს ადამიანმა ხო თავარია რომ ინტერნეტი და დღევანდელი ტექნიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შორს თუნდაც სადაც არ უნდა ვიყოთ, კონტაქტი გქონდეს ერთმანეთთან და რაც თავარია, მივიღოთ პროფესიონალისგან ცოდნა. თანაიშვათ COVID-მა დააჩქარა და ყველაფერს ორი მხარე აქვს მედალს ყოველთვის. უსია მონო მხარე, მაგრამ ამ მედალს ხო მეორე მხარე აქვს, როგორ დააჩქარა COVID-მა ეს ონლაინ კურსები, ეს ყველაფერი და ძალიან კარგი ძალიან კვანტური ნახტომი გაკეთდა ამ თვალსაზრისით. სიბოროტეს ხო სადღაც დესტრუქციული სიკეთეა და რამხელა სიკეთე გააკეთა ამდენად დიდი წნეხი იყო. კი, მაგრამ ძალიან დიდი თვალსაწიერი გახსნა. ძალიან და ყველა სიგნალეში ხო აუცილებლად სინათლეც არის და ყველა სინათლეში რაღაცა ნაწილი არის. რა თქმა უნდა ეგრეა და არის ის რჩევა, რომელსაც მისცემდი პირველ რიგში იმ ადამიანებს, რომელიც სკეპტიკურად არიან განწყობილი ფსიქოთერაპიის მიმართ.
და ასევე მომავალ ფსიქოთერაპევტებს რა არის ის რაც უნდა გაითვალისწინონ რომ ეთიკურ ზღვარს არ გადავიდნენ, იმიტომ რომ ძალიან მომრავლდნენ სამწუხაროდ ადამიანები. ყველას დიდ პატივს გცემთ და გისურვებთ წარმატებებს ყველას აბსოლუტურად. თუმცა მომრავლდნენ ესეთი ადამიანები, რომლებიც არ არიან კომპეტენტური. ბავშვი უბრალოდ კარგი საუბრის მანერა აქვს და კითხვაც კარგად შეუძლიათ და ბევრ პრობლემას ქმნის. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ესეც არ იცის ხალხმა, რომ ფსიქოთერაპია არ არის რჩევების მიცემა. ამიტომაც ერიდებიან ხოლმე ძალიან ხშირად ფსიქოთერაპევტთან მისვლას, რომ ყველას გონია, რომ ხო ვიცი ახლა რა რჩევასაც მომცემს და ეგ მეც ხო ვიცი და ახალი რა იქნება. აი ეს არის გამორიცხული. თუ რჩევას იძლევა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ხო ეს არ არის ნამდვილი ფსიქოთერაპია. ამას ვერ დავარქმევთ ჩვენ ფსიქოთერაპიას, რჩევას დაქალიც მოგცემს და მეზობელიც და ნათესავიც. და სხვა შორის ძალიან ცუდია ეგეთი რჩევების მიცემა, იმიტომ რომ ბევრი მოდის აქ იმ დაქალისგან მიღებული რჩევით, რომ ძალიან ცუდ გზას დაადგა და აბსოლუტურად ესე იგი ცუდად დამთავრდა ბევრი რაღაცა. ამიტომ ეს ისედაც ცხოვრებაშიც ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს საერთოდ თავი დავანებოთ, ცხოვრებაშიც ძალიან უნდა მოვერიდოთ რჩევების მიცემას, იმიტომ რომ ჩვენ ეს ჩვენი პროექციაა, ჩვენგან გამომდინარე ვეუბნებით, ის ჩვენია. ის არ არის იმ ადამიანის, იმ ადამიანმა თვითონ უნდა იპოვოს თავისი რესურსები და თავისი გამოსავალი იმ სიტუაციიდან და ყველა ადამიანმა რაც არ უნდა რთული პრობლემა ქონდეს, იმ ადამიანში არის ის რესურსი, რომ გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან. ყველა ადამიანში არის რესურსი, რაც არ უნდა რთული პრობლემაში იყოს, იმან იცის ის. მას აქვს ის რესურსი, რომ იქიდან გამოვიდეს და საერთოდ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება აი ამ ახალ დამწყებ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს, ხო, ფსიქოკონსულტანტებს, აი მან არის ძალიან მკვეთრად სათქმელი ის, რომ პირველ რიგში ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც ჩვენს წინ ზის ადამიანი და ყოველი ადამიანი, ეს არის უკიდეგანო, საინტერესო, სამყარო, ამოუწურავი და რა ვინც არ უნდა იყოს, აი, მარტივი და რაღაც პრიმიტიული არ არსებობს ეგეთი ადამიანი. ეს არის საოცრად საინტერესო, აი, ზღაპარივით საინტერესო უკიდეგანო სამყარო იშლება შენს წინ, ვინც არ უნდა იქნეს ბავშვისთვის თუ დიდი და ძალიან დიდი სიფაქიზით, ძალიან დიდი მორიდებით, კრძალვით, სიყვარულით და მადლიერებით უნდა შევხედოთ, რომ ის ჩემთან მოვიდა, ხო? და უკვე იღებ ამ პასუხისმგებლობას, რომ დაეხმარო და მთელი გულით უნდა ჩაერთო. ამაში ეს საკმაოდ რთული პროფესია, მე ვიტყოდი, ეს არ არის ყველასთვის. ფსიქოთერაპევტად მართლა უნდა დაიბადოს ადამიანი. რა თქმა უნდა, ამის სწავლა შეიძლება, როგორ არ შეიძლება, ჩვეულებრივად მეცნიერება, მაგრამ მე ვთვლი, რომ მაინც ეს ისეთი პროფესია, რომ რაღაცა ნიჭები უნარები, აი განსაკუთრებულად უნდა გქონდეს ადამიანს, როგორც მილტონერიქსონს ჰქონდა და მე მიდევს ჩემს YouTube არხზე, აი YouTube არხზე, რომელიც ვახსენეთ, მიდევს საათნახევრიანი ლექცია, სადაც ხვევი მილტონ erikssonis ცხოვრებას. რა გზა აი როგორ განიკურდა მან თავისი თავი და მე როგორ შექმნა ეს მეთოდი და თუ მოისმენთ, აი თქვენ მიხვდებით რაში არის არსი ფსიქოთერაპიის და ფსიქოთერაპიის არსი ზუსტად ამაშია, რომ შენ კი არ კურნავ ადამიანს, შენ ქმნი იმ სივრცეს, სადაც ის თავის ქვეცნობიერს ეკონტაქტება და აღვიძებს თავის შინაგან კურნალს და აი ამითი იკურნება. უბრალოდ შენ ეხმარები, რომ შეიქმნას ეს თერაპიული ველი, სადაც იღვიძებს მისივე მკურნალი. ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს. აი ეს ველი რო შექმნა, აი აქ არის პროფესიონალიზმი და ცოდნა საჭირო და ის ნიჭი. სუბიექტური ხედვიდან აფუჭებს მგონი ყველაზე თავარი ეს რაც ახლობას აძლევს. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ პირველ რიგში ფსიქოთერაპევტი უნდა კარგად იყოს დამუშავარი თავის პირად პრობლემებზე და ეს ყველაფერი დამუშავებული უნდა ქონდეს, რომ გადატანა არ მოხდეს კლიენტზე და ამიტომ ისედაც რომ გავანებოთ თავი ფსიქოლოგიას რჩევებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს, იმიტომ რომ ეს არის შენი პირადი, შენი პროექცია გადაგაქ იმაზე. შენი სუბიექტური გამოცდილება, რომელიც იმისი საერთოდ არ არის. და რატომღაც ყველას გონია, რომ ყველას აქვს უფლება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სხვას მისცეს რჩევა და არ შეიძლება ეს. ესეც ძალიან დასაფიქრებელია, რომ თავი შევიკავოთ ამ რჩევებისგან, განსაკუთრებით დაქალებმა იციან ერთმანეთში ეს რჩევები და ხშირად ძალიან ცუდი შედეგი დგება ხოლმე რა. თან მით უმეტეს თუ კი ჩვენ ვართ ინიციატორები, რომ აი მოდი ამ თემასთან დაკავშირებით მე ხლა ამას რჩევას მიცემ. აი ეს კიდე სხვა არის, როცა თვითონ გეკითხება რაღაცას დაინტერესებს შენი აზრი. ეს კიდე უარესია. რომ იმიტომ რომ სიკეთის კეთების კანონებშიც არის ეს, რომ პირველი კანონი, რომ თუ არ გთხოვენ, არ დაეხმარო.
ხო, იმან გთხოვს და თუ გთხოვს, სანამ დაეხმარები, კარგად უნდა დაფიქრდე, ეს შენი გასაკეთებელია თუ ის თავის პასუხისმგებლობას შენ გკიდებს და თუ გკიდებს, უნდა დაუბრუნო უკან პასუხისმგებლობა და უთხრა, რომ ეს შენი გასაკეთებელია. ეს ეგოიზმი არ არის, ჯანსაღი. ეს აბსოლუტურად ჯანსაღი უფლის არ გამოგვია, რომელიც ანგრევს ადამიანს. კი, ეს არის ჯანსაღი ურთიერთობა და ჯანსაღად შენი საზღვრების, პიროვნული საზღვრების დაცვა. კარგი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. იმედია არანაირი ხარვეზი არ არის, მაგრამ თუ კი ხარვეზია გვაპატიეთ ნელა გამოსწორდება, უბრალოდ იმდენად საინტერესო და საჭირო თემებს შევეხეთ, რომ დიდი იმედი მაქვს და მოლოდინი, რომ ბოლომდე დარჩით ჩვენთან. აუცილებლად გამოიწერეთ YouTube არხი ფსიქოთერაპიულ ზღაპრებთან დაიგავებთან დაკავშირებით, რომელიც ამონათდება, თერაპიული ზღაპრები და იგავები, რომელიც ამონათდა, აგერ ხედავთ. გამოიწერეთ, მოусმინეთ და გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელ სხეულს და ჯანმრთელ ფსიქიკას და ძალიან დიდი მადლობა დღეს ცხაშურის მარიამობა და გილოცავთ მარიამობას. გილოცავთ. დროებით. მადლობა დიდი.